წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში იმყოფებიან. ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ამ ორი დიდი თემის ირგვლივ გაიმართება შეხვედრები ევროპულ სტრუქტურებში. 4 დღიანი სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო, დისკუსია ანალიტიკოსებთან გაიმართა. მართლმსაჯულება, მედია, სახალხო დამცველი, ანტიკორუფციული ბიურო და დეოლიგარქიზაციის კანონი. დიალოგი დღეს ამ საკითხებზე გაიმართა. ფორმულას კორესპონდენტი ნინო ვარძელაშვილი გაგვაცნობს შეფასებებს ბრიუსელიდან. დაიწყო ბრიუსელში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი, შეხვედრები გაიმართა დახურულ რეჟიმში. პირველი შეხვედრა შედგა ანალიტიკოსებთან, სადაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის როგორ ასრულებს საქართველოს ასოცირებით ნაკისრო ვალდებულებებს და როგორ ხდება მზადება და შესრულება იმ 12 ვალდებულების, რომელიც ევროკომისიამ დაუწესა საქართველოს სავალდებულო შესასრულებლად. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გვითხრეს შეკითხვები ამ საკითხებს უკავშირდება, მათ აღელვებთ 12 პუნქტთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს დგამს საქართველო და ყველაზე ხშირად ეკითხებიან ზუსტად აი მაგალითად სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხები დღეს ანა აბაშიძემ გასცა, ასევე კითხვები უკავშირდება საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასაც და იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს პარლამენტი. მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ახლა ვენეციის კომისიაში არის გადაგზავნილი და ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელ რეფორმას. საუბრის თემა შეეხება იმ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, რაც უკავშირდება დემოკრატიის ხარისხს. ბუნებრივია, რომ რა თქმა უნდა გვერდზერული ჩვენ ამ 12 პუნქტს და მის შესრულებას, ასევე იმას თუ რა გაგეცდა აქამდე და ბუნებრივია იმასაც თუ რა არის დარჩენილი გასაკეთებელი. უთხარით, რომ არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ საქართველოს ამ პრიორიტეტებიდან ეს ნაწილი ნამდვილად პირნათლად შეასრულოს. თუმცა ასევე არის რისკი, რომ თუ პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა და ჩაიშალა ეს მოლაპარაკება, რა თქმა უნდა ეს ნაწილი არ შესრულდეს, რაც სავალალოა, იმიტომ რომ არ შესრულება ნიშნავს ახალი სავალალო დამცველის არ ყოლას. ჩვენ შეხვედრების დროს განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის. ამიტომ რა თქმა უნდა დეოლიგარქიზაციის კანონზეც ვენეციის კომისიაში გაგზავნის იდეა ეკუთვნოდა თავად ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში. ის ფაქტი, რომ ეს გაითვალისწინეს, მნიშვნელოვანი არის და სწორია. თუმცა აქ მეორე ამბავი არის, რომ ვენეციის კომისიას როდესაც დადებს რეკომენდაციებს, ისინიც უნდა შესრულდეს. ანუ ეს აი ეს მოწოდებაც იყო. ამიტომ ამბობ, რომ ეს პროცესი მიმდინარე არის და ჩვენ რეალურად ახლა დასკვნებს არ ვაკეთებთ. ძირითად საკითხებს შორის მოხვდა, რა თქმა უნდა, მედია, ისევე როგორც მართლმსაჯულება, ეს ორივე პუნქტი უკავშირდება 12 ვალდებულებას ევროკომისიის მიერ დადგენილს. მედიასთან დაკავშირებით დღეს საუბარი მოუხდა მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს და ყველაზე ხშირად მას ეკითხებოდნენ დადებრობაში მყოფი მთავარი არქის დირექტორთან დაკავშირებით, ფასდება თუ არა ეს საქმე როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში. გარდა მთავარი არქის დაპატიმრებული დირექტორისა, დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებს საუბარი მოუწიათ სხვა კრიტიკულმა აუწყებებთან დაკავშირებით, მაგალითად ცნობილია, რომ ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმე, დაჩქარდა ამ საქმის განხილვა და ასევე ტელეპიროლთან დაკავშირებით, მის დამფუძნებელთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ ბრიუსელში ანალიტიკოსებს და პოლიტიკურ წრეებს. გარდა ამისა, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც მოუწიათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საუბარი. შეხვედრაზე საუბარი გვაქვს ჩვენ განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებითაც იყო კონკრეტული კითხვები უშუალოდ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, რა სიტუაცია არის ახლა სასამართლოში. რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც იყო მიწოდებული კონკრეტული ინფორმაცია და არა მარტო ეს საქმე, ხო, ანუ ზოგადად რა თქმა უნდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ანუ მფლობელების და დირექტორების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი. ნათელია სამწუხაროდ, რომ ამჯერადაც ხელისუფლება არ იყენებს შანსს და კიდევ ერთი მორიგი გაშვებული შესაძლებლობა არის სასამართლო სისტემის კუთხით და ის კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა პარლამენტში, სამწუხაროდ
არ პასუხებს გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ეს სისტემაში. ასევე საუბრის საგანი იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენგან მოისმინეს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით წამყვანი უნდა იყოს ჯანდაცვითი ასპექტები და არა პოლიტიკური მხარე საკითხის. ვიზიტი ბრიუსელში უკვე ხვალ გაგრძელდება ევროპარლამენტში, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ევროპარლამენტში და მათთანაც საუბარი შეეხება სწორედ ამ ძირითად საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც 12 პუნქტთან, ასევე იმპლემენტაციასთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების.